88 მომხრე, 2 წინააღმდეგი საქართველოს პარლამენტი თანხმობას აძლევს გენერალურ პროკურორს მიმართოს სასამართლოს. გადაწყვეტილება მიღებულია პარლამენტმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა. კანონმდებლებმა საკუთარი გადაწყვეტილებით პროკურატურას თანხმობა მისცეს მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებაზე სასამართლოს მიმართოს შესაბამისი დადგენილება 88 ხმით მიიღეს, რასაც წინ უძღოდა გენერალური პროკურორის შუამდგომლობის განხილვა. ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი მხოლოდ ორმა დეპუტატმა არ დაუჭირა ალექსანდრე ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა. ევროპელი სოციალისტების 4 წევრმა კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. დღევანდელ კენჭისყრას არ ესწრებოდა ქართული ოცნების 2 დეპუტატი თია წულუკიანი და რატი იონათამიშვილი. საქართველოს პროკურატურის მიერ ნიკანორ მელიას აღკვეთის ღონისძიების გირაოს უზრუნველსაყოფად განესაზღვრა დამატებითი ვადა, თუმცა მან სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულება დადგენილ ვადაში კვლავ არ შეასრულა. ერთადერთი საკანონმდებლო ალტერნატივა, რომელიც მოცემულ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს უფრო მკაცრ აღკვეთის ღონისძიებად, არის პატიმრობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს გენერალური პროკურორი მოგმართავ წინადადებით მიიღოთ გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის შესახებ სასამართლოსათვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის თანხმობის გაცემის თაობაზე. ნაციონალური მოძრაობის 2 ტელევიზია თითქმის ერთდროულად უკავშირდება სერგეი გავრილოვს და ინტერესდებიან მისი მოსაზრებებით. გავრილოვი მწვავედ აკრიტიკებს ოპოზიციას და ნიკა მელიას. ახლა კი მოკლედ რამდენიმე წინადადება, რომელიც ფაქტებთან ერთად შეიცავს შეფასების ელემენტებსაც. დანაშაულებრივმა პოლიტიკურმა ძალამ, ნაციონალურმა მოძრაობამ თავის დროზე საქართველოს ომის დაწყება დააბრალა. სერგეი გავრილოვი რადიკალური ოპოზიციის მოკავშირე პროვოკატორი და მაშველი რგოლია. პუტინის რუსეთი ყოველთვის აკეთებს იმას, რაც ჭირდება ნაციონალურ მოძრაობას და დესტაბილიზაციას საქართველოში. ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის აკეთებს იმას, რაც ჭირდება პუტინის რუსეთს და დესტაბილიზაციას საქართველოში. ნაცმოძრაობის ანტირუსული რიტორიკა ყალბია. ნაცმოძრაობის პროდასავლური რიტორიკა შესაბამისად კიდევ უფრო ყალბია. 20 ივნისი ობიექტურად შეიძლება შეფასდეს როგორც გავრილოვის პროვოკაციის დღე და მელიას ღამე. ნიკანორ მელია შეგნებულად და კონკრეტული მიზნით გადის კანონის ჩარჩოებიდან. ეგრეთ წოდებული გაყალბებული არჩევნების ჩავარდნილი და მხილებული პროექტის ფონზე ნაცები დახმარებისთვის ისევ გავრილოვს მიმართავენ. გავრილოვი მელიას 2019 წლის 20 ივნისის დესტაბილიზაციის გეგმა ჩავარდა. გავრილოვი მელიას 2021 წლის თებერვლის დესტაბილიზაციის გეგმაც ჩავარდება. ამაზე ქართული სახელმწიფო იზრუნებს. არ შეიძლება სახელმწიფოში იყოს ქაოსი და არ შეიძლება სახელმწიფო იმართებოდეს ფანჩატურში დაწერილი წესებით და დღის წესრიგით. ეს არის ის რეალობა, რომელსაც ჩვენ უპირისპირდებით ყოველ დღე და ყოველ დღე უნდა ვამტკიცოთ, რომ მას მერე რაც საქართველოს არის დამოუკიდებელი, რომელი პერიოდიც უნდა ავიღოთ, იწერებოდა კანონები და ამ კანონების მიხედვით ცხოვრობდა ქვეყანა. ამ კანონების მიხედვით და არა ამ კანონების მიხედვით, რომელსაც კარნახობენ. არის თუ არა თვალსაჩინო დარღვევა, რომელიც განაპირობებს პროკურატურის მოთხოვნას ჩვენ წინაშე. არის თვალსაჩინო და აქედან გამომდინარე ყველას გვახსოვდეს, რომ ამ თვალსაჩინოების სიმძიმეზე, ამ დარღვევის სიმძიმეზე იმსჯელებს სასამართლო და არა რომელიმე სხვა ორგანო, თუნდაც პარლამენტი. ვალდებულია თუ არა პარლამენტი მისცეს სასამართლოს ეს შესაძლებლობა ადვოკატებსაც, ბრალდებებსაც, რომ ერთმანეთს სხვადასხვა აზრებით დაუპირისპირდეს. რასაკვირველია, ვალდებულია წინააღმდეგ შემთხვევაში არ შედგება არც სახელმწიფო და არც პატივისცემას დაიმსახურებს არც ოპონენტებისაგან და არც ხარდამჭერებისაგან. საზოგადოებას წარმოადგენს პარლამენტის ის გუნდი, რომელიც ამ თემასთან დაკავშირებით მეტნივართ და ამასთან დაკავშირებით არც ერთი ჩვენთაგანი არ არის
რაღაცა ემოციისგან დაცლილი ადამიანი. მოცემულობაა ისეთი, როდესაც ჩვენ გვეკითხებიან, არსებობს თუ არ არსებობს სახელმწიფო. და აქედან გამომდინარე ვიღებთ გადაწყვეტილებას.